მოგესალმებით კიდევ ერთხელ კოლეგებო, მევესალმები საზოგადოების დღის წესრიგს გაგაცნობთ, როგორც მოგეხსენებათ, ბატონი დათო კოდუა იქნა არჩეული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერად, შესაბამისად დღეს ჩვენ მას შევუწყვიტეთ უფლებამოსილება, ის გათვალისწინებით, რომ შეუთავსებელ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწევა ბატონი დათო და მის უფლება მონაცვლედ არის წარმოდგენილი ახლა მოგახსენე ბატონი ზურაბ ქადაგიძის კანდიდატურა მე თქვენ გაგაცნობთ ხო პირველ რიგში საკითხი ეხება სწორედ უფლებამოსილების ცნობის საკითხს დათო კოდუას უფლება ადგილმონაცვლის ზურაბ ქადაგიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვას ვინ არის მომხრე რომ ამ დღეს ასრიგით ვიმუშაოთ მადლობა მე თქვენ გაგაცნობთ დასკვნის პროექტს რომელსაც უნდა უყაროთ კენჭი რომლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტმა საპროცედურო საკითხთა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის 29 ოქტომბერს სტომაზე განვიხილეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალები და საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის დათო კოდუას ადგილმონაცვლის ზურაბ ქადაგიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე მიმოვიხილეთ საკითხი, შევამოწმეთ საბუთები და დავადგინეთ, რომ კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს პარლამენტის მიერ ცნობილი იქნა ზურაბ ქადაგიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. არის ნამდვილად წარმოდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ყველა ის დოკუმენტი, რომელიც დასტურებს ბატონი ზურაბ ქადაგიძის უფლებამონაცვლეობის საკითხს. შესაბამისად, მექნება წინადადება დღეს წესრიგში დავაყენოთ დასკვნის პროექტი, ვინ უჭერს ხარს, რომ იქნას მიღებული? კი ბატონო, მიღებულია ერთხმად. ჩვენ დღეს დავასრულეთ სხდომა, დიდი მადლობა, მომდევნო სხდომა დასრულებული.